კანონის თანახმად იძულებითი გადახდევინება ხორციელდება მოვალის ქონებიდან, ხელფასიდან და სხვა შემოსავლიდან. მოვალე ვალდებულია აღმასრულებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი სამუშაო ადგილის შესახებ, ასევე ინფორმაცია ისეთი შემოსავლის თაობაზე, რომლის გაცემა ხორციელდება საბანკო ანგარიშების გვერდისავლით. აღმასრულებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოვალე ვალდებულია წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ქონებრივი ნუსხა. ქონებრივ ნუსხაში მან აუცილებლად უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას ეკუთვნის მესამე პირებისგან. ქონებრივი ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან შეგნებულად არასწორი ინფორმაციის წარდგენა ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. თუ მოვალეს არ აქვს თანხის ერთიანად დაფარვის შესაძლებლობა, კანონი ანიჭებს მას უფლებას მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განწყვილადების მოთხოვნით. იმ კატეგორიის საქმეებზე, სადაც თანხის გადახდევინება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს თავად, ხოლო სხვა კატეგორიის საქმეებზე საჭიროა კრედიტორის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ მოვალის საკუთრებაში არ ირიცხება ქონება, იძულებითი აღსრულება გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დაცვით. ამ პერიოდში მოვალე რჩება რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და მასზე გავრცელებულია მოვალეთა რეესტრით განსაზღვრული ყველა შეზღუდვა. თუ მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან იგი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს მისი ძებნა.